მოგესალმებით ეთერში ასდასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეიდი ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან და უფრო სიღრმისეული გამოდგა საქმიანი საუბარი. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. ყაველაშვილის თქმით მარკო რუბიომ საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან რომ აღდგეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მანვე აღნიშნა, რომ რუბიოც საკმაოდ გათვით ცნობიერებული იყო იმ საკითხში, რაზეც წინა დღეს ჯეიდი ვენსთან ისაუბრა. საერთო ღირებულებებზე და იმაზე, რომ ტრამპი ზუსტად ამ ღირებულებებით პოზიციონირებდა, სანამ გაიმარჯვებდა და შემდეგაც. ირაკლი რუხაძეს ბიძინა ივანიშვილი გაპრემიერებას უპირებს. ივანიშვილის აზრით რუხაძის ამერიკული პასპორტი იქნება მისთვის სასარგებლო და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს გადატვირთავს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლაშა ფარულავამ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი განაცხადა, სადაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ ტელეკომპანია იმედის გაყიდვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ფარულავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემა აქვს. ჩიხი და იზოლაცია არის ქართული ოცნების თავს. ირაკლი რუხაძეს ივანიშვილი გაპრემიერებას უპირებს. ქართული ოცნება არის ფსკერზე და ცდილობს იქნებ როგორმე რუხაძის ამერიკულმა პასპორტმა გადაარჩინოს. რეალობაში ძალიან მარტივად არის საქმე. დემოკრატიული ოპოზიცია და საზოგადოება ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში. პირველი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ტერორის შეწყვეტა და ახალი არჩევნები. ივანიშვილი კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იქნება ქართველი მადურო, აღნიშნა ფარულავამ. 9-10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოსთან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან, ნათქვამია ინფორმაციაში. პირველ დღეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამი, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ერთად იყვნენ ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტები წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების და ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მისალმების შემდეგ მარკო რუბიო მომესალმა და შემდეგ ჯეიდი ვენსი, რომელთანაც პატარა თბილი გულწრფელი პოზიტიური საუბარი შედგა. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა თბილად მოიხსენია საქართველო და პატრიარქზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ჯეიდი ვენსთან მცირე საქმიანი საუბარით შედგა და მან აღნიშნა, რომ ინფორმირებულია საქართველოს შესახებ და აუცილებლად მოხდება ურთიერთობების განახლება. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება. ამის შესახებ ინტერპრეს ნიუს მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ნიკა მელიას ამ შემთხვევაშიც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა ახლა უკვე საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე. მისი დაკავების ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიენს. ეს არის ის საქმე, როდესაც ნიკა მოიტაცეს, თუმცა პირიქით აქეთ დააჯარიმეს. აბსურდული ვერსია, რომ შემოგთავაზეს თითქოს პოლიციელებს ვერაზე შეურაცხყოფა მიაყენა და მერე ლისის ტბაზე დაიჭირეს. რეალურად იყო მოტაცება. ახალი ბრალი წარედგინება 366 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სწორედ სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს. მითხრეს მტკიცებულებებს გადმოგცემთო ბრალის წარდგენის შემდეგო განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. ცნობისთვის, საქმე ეხება 29 მაისის მომხდარ ფაქტს, როცა ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ მელია პატიმრობაში იმყოფება მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება 8 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამავე დროს მელიამ მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელზეც ის მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ასევე დამნაშავედ ცნეს და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავრობა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ირკვევა პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან. დოკუმენტის მიხედვით ახალი ფინანსური ინსტიტუტი არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას. აღნიშნულის გათვალისწინებით შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში. აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
ფაშისტურმა რეჟიმმა ბანკის ანგარიშები დამიყადაღა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიტერატურად მცოდნე ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე წერს. 20,000-ის ჯარიმა გასაჩივრებული მაქვს. ეთყობა, რადგანაც დატერორება მოუნდათ ახალი, ჩემთვის უცნობი ჯარიმა დამიმატეს. ასეთი ქვეყანა შეგვიქმნეს, წერს ლაშა ბაქრაძე. მეორე დღეა საპროტესტო აქციების მონაწილე მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. მათი ინფორმაციით საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი იმ ჯარიმების გამო მოხდა, რომელთა შესახებაც არ იცოდნენ. ზუგდიდში დებილების ყოფილ საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, როგორც ინტერპრეს ნიუს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს სახანძრო სამაშველო სამსახურის მიერ ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, უფუნქციო იყო. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით მლეთა გუდაურის და გუდაური კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 10 თებერვლის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი ზოგან ძლიერი. 9 თებერვალს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მათივე ცნობით მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა ზოგან ძლიერი ნისლი, ქარბუქი და ზვავ საშიშროება. თითთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავ საშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი მეუღლესთან ერთად 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის მთავრობის პრესამსახურის ცნობით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, რის შემდეგაც ისინი განცხადებებს გააკეთებენ. სომხეთიდან ჯეი-დი ვენსი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქვეყანაში მისი ვიზიტი 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამერიკელ კოლეგებს განუცხადეს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს და რომ ისრაელი მზადაა საჭიროების შემთხვევაში ცალმხრივად იმოქმედოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით ისრაელის განზრახვა ირანის სარაკეტო შესაძლებლობებისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ამერიკულ მხარეს ბოლო კვირების განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრების სერიის მეშვეობით გააცნეს. სამხედრო წარმომადგენლებმა პროგრამის დეგრადირების ოპერაციული კონცეფციები შეიმუშავეს. მათ შორის ძირითად საწარმოო ობიექტებზე დარტყმები. ამერიკელებს ვუთხარით, რომ თუ ირანი ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ჩვენს მიერ დადგენილ წითელ ხაზს გადაკვეთს, მარტო დავარტყმთ. განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ ისრაელი ჯერ არ არის ამ ზღვარზე, მაგრამ მუდმივად აკვირდება ირანში მიმდინარე მოვლენებს. ომის დასრულება მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ როიტერსთან ინტერვიუში განაცხადა. ანდრეი სიბიგას შეფასებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლა შეინიშნება. ამ სამშვიდობო ძალისხმების კონსოლიდაცია ან მობილიზაცია გვჭირდება და ჩვენ მზად ვართ ეს დავაჩქაროთ. აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით 20 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში მოსაგვარებელი რამდენიმე საკითხი რჩება. ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე რთული საკითხები, რომელთა განხილვაც ლიდერების დონეზე აუცილებელი, განაცხადა სიბიგამ. სიბიგას ცნობით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაუდასტურა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის კონგრესში რატიფიცირებისთვის მზად არის. პირადად ამ ეტაპზე ამერიკელების მონაწილეობის გარეშე უსაფრთხოების არქიტექტურის არ მჯერა. ისინი ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ და ახლა ისინი პროცესში არიან. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა, აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ის არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არამედ სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი მტკიცებით რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ატარებს და ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. რუსეთი ამას არ აპირებს. ეს საერთოდ არაფერში არ გვჭირდება, თუ ევროპა მოულოდნელად განახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე, მაშინ როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეს იქნება სრულმასშტაბიანი სამხედრო პასუხი ყველა არსებული საშუალებით ამ საკითხთან დაკავშირებული დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად, აღნიშნა ლავროვმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.